მოგესალმებით, ჩვენი ხარ იმყოფებით გენერალურ პროკურატურაში. აქ იმყოფებიან შიშიმოირების პირები, თემის წარმომადგენლები, ასევე პოლიტიკოსი ქალები, სიმისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები და ვართ ევა შაშიაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საფრთხე. ჩვენ მოვთხოვთ, რომ შეგვიდეს გენერალური პროკურორი, იმიტომ რომ ეს საქმე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმე. კერძოდ გეტყვით, რაში მდგომარეობს პრობლემა. როგორც ყველანი ვიცით, უკვე ევა შაშიაშვილი არის 4 აპრილის მოვლენათა გაფაშრებით დაყოფილი. აქაც მონიძიებად წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. მას ყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი, რომელიც იმყოფება დახურულ დაწესებულებაში ინსტიტუციაში, უკვე 6 თვეა. მას გაუთავისუფლდა ამ ინსტიტუციაში ყოფნა 3 თვით და ეს 3 თვეც გაზრდის 30 დეკემბერს ჩემი მოპოვებული ინფორმაციით. ჩვენ მოვიხოთ, რომ ამ ადამიანს ევა შაშიაშვილს დიდამის მისი აკადემიური კარიერას ეს პატიმრობა შეეცვალოს აქტების უფროს სუბიექტად, მაგალითად გირა. რის გამო ევა შაშიაშვილი არის თავისი შვილის ერთადერთი მხარდამჭერი. ანუ ევა შაშიაშვილის შვილის თავისუფლება დამოკიდებულია ევას თავისუფლებას. იმის გამო, რომ ევა არის ზის ციხეში, მისი შვილის გამოკეტილია დახურულ ინსტიტუციაში. ამ რამდენიმე კვირის წინ შიშიმოირთა უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მე პირადად, როგორც ერთ-ერთ აქტივისტს, მქონდა შეხვედრა პროკურატურის წარმომადგენლებთან, სადაც გაგვაცნეს შიშიმოირთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკა. და თქვეს, რომ ყველაზე რთული არის სწორედ დახურულ ინსტიტუციაში, სადაც ბევრი შიშიმოირი არის თავმოყრილი, ჩადენილი დანაშაულების გამოძიება. ანუ ოჯახში ჩადენილი დანაშაულთან შედარებით ძალაუფლებასთან შედარებით კი უფრო რთულია ამ დანაშაულების გამოძიება იმის გამო, რომ იქ რთულია მტკიცებულებების შექმნა. ანუ ეს ნიშნავს, რომ ევას შვილი მისი პატიმრობის გამო არის მომატებული ძალადობის რისკის ქვეშ, არის ფაქტობრივად თავისუფლების შეზღუდვის ადგილას თვითონაც. აქ მინდა ვთქვა, რომ სახალხო დამცველი ძალიან ხშირად საუბრობს ბოლო პერიოდში, რომ შიშიმოირთა დახურულ დაწესებულებებში მდგომარეობა ბევრად უფრო უარესია, ვიდრე ნებისმიერ ციხეში არსებული მდგომარეობა. ანუ ამ სიტუაციაში გამოდის, რომ ევას შვილი პოტენციურად იმყოფება კიდევ უფრო მძიმე პირობებში, ვიდრე არის მისი პატიმარი დედა, არის მომატებული ძალადობის რისკის ქვეშ და ესეთის, რომელიც შეიძლება არც იყოს არასდროს გამოძიებული. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ ევას შვილი განიცდის ასოციაციით დისკრიმინაციას, ანუ იმის გამო, რომ დედამისი არის პოლიტიკურ პატიმრობაში, შეიძლება ითქვას, ამის გამო იჩაგრება მისი შვილი, რომელიც სწორად არის მასზე დამოკიდებული. სასამართლომ აქვე მინდა ვთქვა, რომ უარი განაცხადა ამბობს, რომ ეს ჩვენ განვიხილავთ ევას და არა მისი შვილის საქმეს. გასაგებია, მაგრამ ევას საქმიდან გამომდინარე იჭყლიტება და იჩაგრება მისი შვილი. სწორედ აქედან გამომდინარე 6 საათამდე რჩებით აქ და მოგითხოვთ გენერალურ პროკურორთან და მის მოადგილეებთან.